კიდევ ერთხელ მსურს შევეხო გურჯანის ინციდენტს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან სამწუხარო ფაქტი ის, რაც მოხდა, რაც ჩვენ ვიხილეთ, მაგრამ მეორეს მხრივ არ უნდა გავუძდეს ყველას, რომ ეს იყო პროვოცირებული, ეგრეთ წოდებული ოპონენტების ოპოზიციის მხრიდან. ძალიან ცუდია, რომ ასე უხეშად, ასეთი დესტრუქციული მეთოდებით მათ სადეს რაიონის გამგეობის მუშაობის შეფერხება და პარალიზება. სამწუხაროა, რომ ესე იგი მოსახლეობის ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და მწვავე იყო, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა პირობებში ცხოვრობდა მოსახლეობა, ასე რომ რეაქცია არის რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს მათი აგრესია არის გასაგები, ამ მოსახლეობის აგრესია. ასე რომ კიდევ ერთხელ მე მინდა ყველას მოუწოდო, როგორც ოპოზიცია, ასევე მთავრობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ასეთი მძაფრი გამოხატულებისგან. ეს არ წაადგება ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენ ვემზადებით განსაკუთრებულად რიგი სამეტისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა რაიონში, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. თუ რაიმე კითხვები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუ ისინი მართლაც გულწრფელები არიან, არსებობენ შესაბამისი უწყებები და მათ შეუძლიათ მიმართონ. ამხელა ალიახოთ ეს არის რა თქმა უნდა ხელოვნური, არავითარ ნეპოტიზმის და არავითარ კორუფციის ფაქტები იქ არ არის. თუ არ არის მსგავსი რამ, ამას შეიცავდა მოახდინე რეგირებას შესაბამისი უწყებები. არსებობს პოლიცია, არსებობს ფინანსური სამსახური, არსებობს პროკურატურა. ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი, მათი სურვილი და მათი ამოცანა არის, რომ როგორმე შეაფერხონ და პარალიზება მოახდინონ ადგილობრივი ხელისუფლების, მათი მუშაობის. რეაქციაც ასევე კიდევ მეორე იყო მწვავე მოსახლეობის მხრიდან. მაგრამ ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ხალხის აგრესია შეგოჩერებინა. და ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ჩვენს ამორჩევლებს, ჩვენს მხარდამჭერებს, რომ მაქსიმალურად სიმშვიდე შეინარჩუნონ.